ისინი ჩვენგან უფლება დამცველებისგან ითხოვენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შრშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების და სხვა ადამიანების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის მიწოდებას. მათი ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და ჩვენი ბენეფიციარების მოქალაქეების ნდობის ღალატს. თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი უკვე ცხადია. ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ისევე როგორც თავისუფალი ჟურნალისტიკის. ზუსტად ისე ამას როგორც აკეთებდნენ 20-იან წლებში ბოლშევიკები, ხოლო ბოლო დეკადაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შერიგებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.